ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის თანახმად სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველ მეექვსე კლასში სასკოლო ფორმებით სიარული სავალდებულო იქნება. მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს. მე-12 კლასი ნებაყოფლობითი გახდა, ხოლო მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა. ამ თემებზე ვრცლად განათლების საკითხებში ექსპერტ და მენტორ მასწავლებელ როლანდ ხოჯანაშვილთან ვისაუბრებთ. ბატონო როლანდ, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო როლანდ, როგორ შეაფასებთ საჯარო სკოლების პირველ მეექვსე კლასებში სასკოლო ფორმის შემოღების საკითხს? ბატონო, ფორმებთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ. გასაგებია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩაცმა, დრეს კოდი არის ასე თუ ისე თვითგამოხატვის ფორმაც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის, რომ სკოლა არის კონკრეტული მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაცია. გვინდა არ გვინდა სკოლა არის რუტინული დაწესებულება, სადაც ბავშვებმა უნდა ისწავლონ ის, რაც შეიძლება საერთოდ არ სურდეს კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ ბავშვს გააჩნია საუკეთესო ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოსწავლის პერსონალურ ინტერესებს არ დაემთხვევა. ანუ მაგალითად განვლების ტაბულა, ან თქვათ გრამატიკული წესები, ან კიდევ ისტორიული თარიღების დამახსოვრება ან ფაქტებისა, სულითაც არ შედიოდეს მოსწავლის პერსონალურ ინტერესებში, მაგრამ ეს მისი საუკეთესო ინტერესების სფეროს განეკუთვნება. ასევე ჩემთვის პერსონალურად კი არა მარტო, არამედ ალბათ ძალიან ბევრი სპეციალისტისათვის მოსწავლეთა უნიფორმებით შემოსვა. და რატომ? პირველ რიგში, როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე ისეთი ტიპის ქვეყანასთან, როგორც საქართველო, სადაც არის ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების დემონსტრირება ტანსაცმლით, აი ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან მაჩვენებლების დემონსტრირება ტანსაცმლით, აი ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს, რომ ბავშვებს ექნებათ ერთნაირი ჩაცმულობა და ეს ერთნაირი ჩაცმულობა სრულებითაც არ ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლებაში, თუნდაც იმ კუთხით, რომ მაგალითად მოსწავლეს, რომელსაც შეიძლება მაღალი მიღწევები აქვს კონკრეტულ საგანში ან დაბალი მიღწევები, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები კონკრეტული საგნის მიმართ ან საგნობრივი ცოდნა წარმოაჩინონ. და ამიტომაც გამოხატულება იმისა, რომ თქვა თამარ მეფე შეიძლება ვიღაცას ძალიან მოწონს და მისთვის არის ეს სანაკები, რომ პირველი მონარქი იყო ევროპის ისტორიაში, რომელიც სქესის მიუხედავად სამეფო ტახტზე წარმატებულად მოღვაწეობდა. ზოგიერთისათვის ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ამბავი და არ თქვას ეს, რომ აი მე რა, რომ ხალი იყო და თან პირველი. ანუ ჩვენთვის ამ შემთხვევაში სიტყვაზე ვამბობ გამოხატვის თავისუფლებაში, ნუ დავინახავთ მხოლოდ იმას, რომ ის ჩავაცვათ ჩვენს შვილებს, ან ჩავიცვათ ჩვენ მოსწავლის პოზიციიდან ის, რაც თქვათ ჩემს პერსონალურ გამოხატულებას მოემსახურება. ასე რომ ფორმის ჩაცმას აქვს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ასპექტები. მათ შორის გეტყვით იმასაც, რომ ევროპისა და ამერიკის ძალიან ბევრ ქვეყანაში ფორმის ტარება აუცილებელია არა დაწყებითებში, არამედ მთლიანად სასწავლო პერიოდში. ასევე ვიცით, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალებათ როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და საერთოდ რატომ გახდა აუცილებელი, რომ განათლების რეფორმით დარეგულირებულიყო ეს საკითხი? ციფრული ტექნოლოგიები დღეს ბავშვებისათვის არის სამწუხარო ძირითადად ადიქციის წყარო და არა, თქვათ, საგანმანათლებლო საშუალება. დამერწმუნეთ, რომ არც ერთ სკოლაში, არც ერთი მასწავლებელი და არც ერთი მოსწავლე არ შეიზღუდება, თუ ტელეფონს ექნება საგანმანათლებლო დანიშნულება. ჩვენ უკვე გვაქვს კლას ლაბორატორიები, სადაც არის წარმოდგენილი სმარტ ტექნიკა, ლეპტოპები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ტელეფონის საჭიროება თუ არ არის, არ უნდა გქონდეს ბავშვს, მაგრამ თქვათ, იგივე ბიოლოგიის, მუსიკის, ან ნებისმიერი სხვა საგნის მასწავლებლებს, რომელსაც ესაჭიროება სმარტ ტექნიკა და ტელეფონი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას არც დირექცია და არც კანონმდებლობა არ შეზღუდავს. როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ბავშვის სოციალურ ქსელში კი არა ერთობა, არამედ თქვათ ის, მაგალითად თუნდაც გეომეტრიის შესახებ რაღაც განსაკუთრებულ პროგრამაში მუშაობს და ამის საშუალება დღევანდელ სმარტფონებს გააჩნიათ, რა თქმა უნდა, არავინ ამას არ დაუშლის, მაგრამ თუ კი ვხედავთ, რომ ეს არის იგივე TikTok-ი თუ სხვა დანარჩენი პლატფორმა, სადაც ბავშვები უბრალოდ ადიქცირდებიან და მათი ყველაზე ბედნიერი პერიოდი, ბავშვობის პერიოდი იფლანგება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მომხრევარ იმის, რომ ტელეფონები აიკრძალოს. ერთსაც დავამატებდი კიდევ, ჩვენ ვიცით, რომ პატარა
პატარა ბავშვებსაც კი მშობლები ხშირად შეაჩიჩებენ ხოლმე ტელეფონებს იმისათვის რომ გაერთოს და ის იყოს თქვათ ჩართული, ბავშვი იყოს ჩართული ინტერნეტ სივრცეში და გაერთოს და აღარ იყოს შემოწუხებელი მშობლისათვის. ამასაც არაფერი ახალი არ არის, ვერაფერს გეტყვით ისეთ ახალს, მაგრამ დღეს ვხედავთ რომ ტელეფონების უმეტესობა, რაც კი პროგრამები არის ინგლისურ ენაზე, სხვა რომელიმე უცხო ენაზე, ანუ ინტერფეისს რომ ვეძახით, აღწერილობა შიგთავსისა და ბავშვი უკვე პატარაობიდანვე 6 თვის ასაკიდან და თუნდაც ცოტა მეტი ხნის ასაკიდან უკვე უყურებს არაქართულენოვან ინტერფეისს. და ამ შემთხვევაში რა ხდება? ადამიანის ტვინი არის ორი ნახევარსფეროსგან შემდგარი, მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო და აქ არის გადანაწილება. ერთი არის აზროვნებაზე ორიენტირებული მარცხენა ნახევარსფერო, მარჯვენა დამახსოვრებაზე. იაკობ გოგებაშვილი ამბობდა იმას, რომ მშობლიური ენა ყველა ხალხისათვის არის აზროვნების ენა, ანუ მარცხენა ნახევარსფერო, როდესაც გენეტიკურად არის განვითარებული ბავშვისათვის მშობლიურ ენაზე და უნდა იაზრუნოს, ამ დროს უცებ ჩვენ ვაწვდით მას გაჯეტს, ვაწვდით მას ტექნიკას, სადაც არაქართულენოვანი ინტერფეისია და უცებ აზროვნებისა და აზროვნების ნაცვლად მეხსიერებაზე გადაერთვება ბავშვის გონება, ანუ ვითარდება მარჯვენა ნახევარსფერო უმეტესად და გაუკუღმართება ერთგვარი ეს ფუნქციური, როდესაც ბავშვს ბიოლოგია, გენეტიკა ეუბნება იმას, რომ შენ ხარ კონკრეტული ეროვნების ადამიანი და შენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უნდა აზროვნებდეს ამ დროს. და ჩვენ ბავშვს უკვე სხვა რეალობაში ვაცხოვრებთ, გადაყვანს ის სრულიად საწინააღმდეგო მოცემულობაში და ამიტომაც არის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ბავშვებს უჭირთ დაწყებით საფეხურზე გაგება გააზრების კუთხით ძალიან და ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ-ერთი დიდი როლი, არასასიამოვნო როლი აქვს გაჯეტებს და სატელეფონო დამოკიდებულებას. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და კითხოთ რეპეტიტორის ინსტიტუტზე. ჩემი დაკვირვებით მშობლები მოსწავლეებს არა მარტო აბიტურიენტობის პერიოდში, არამედ პირველივე კლასიდან ამზადებენ. რატომ არის ამის საჭიროება? რეპეტიტორის ინსტიტუციას, როგორც ასეთ ჩვენ ასე მარტივად ვერ დავამარცხებთ, რით არის გამოწვეული ეგ ყველაფერი. გამოწვეული რომ ჩამოყალიბდა რა რეპეტიტორის მომსახურებისა კულტურას ბჭყალებში ჩავსონდი ამ შემთხვევაში და ისიც პირველივე კლასიდან. რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მშობლის პედაგოგიზაციის დაბალი დონე. თუ მშობელს დღეში დაახლოებით 1 ან 2 საათი არ სცალია თავის შვილისთვის, არა მარტო აკადემიური და კოგნიტური უნარების დაქვეითება მოყვება ამ ყველაფერს, არამედ ემოციური შიმშილიც. რატომ არის რომ დღეს ჩვენი მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ემოციურ დეფიციტს განიცდის. ემოციური ინტელექტი, განსხვავებით ბუნებრივი ინტელექტისა, როგორც ნეიროფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის სწავლებადი ინტელექტი. ანუ მწუხარება, გახარება, დარდი და ასე შემდეგ არის სწავლება, ეს ბუნებრივად მოყვება ბავშვებს და როდესაც ჩვენ ემოციურად არამდგრადი თაობები გვყავს, ძირითადად ეს არის ემოციური დეფიციტის გამო, როდესაც ბავშვებთან ემოციური კავშირები ნაკლებად გააჩნიათ მშობლებს. და აქედან გამომდინარე, ახლა თუ კი გადავხედავთ იმას, რომ მშობელს თქვათ ან არ აქვს დრო, ან კიდევ არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენციები, რომ დაწყებით კლასებში თავის შვილს მოეხმაროს. აქ ლაპარაკი არის, რა თქმა უნდა, ელემენტარულ მხარდამჭერაზე და არა იმაზე, რომ დავალებები გაუკეთოს. და ჩვენ ვიცით, რომ დაწყებით კლასებში ბევრი და განსაკუთრებული დავალება არ ეძლევა ბავშვებს და მაშინ რასთან გვაქვს საქმე? მშობლების სოციალური ვალდებულებების ნაკლებობასთან პირველ რიგში და უფრო ნაკლებად შეიძლება ვთქვათ, რომ დრო არ ჰქონდეთ მშობლებს. სულ არის იმაზე საუბარი, რომ საქართველოში დასაქმების ნაკლები მაჩვენებლებია და მას ვიკითხოთ, თუ მშობელი არსად მუშაობს, რატომ არ აქვს მას შვილისთვის დრო. თუ კი მშობლები ასე თუ ისე არიან სრულფასოვანი მოქალაქეები, რატომ არ აქვთ მათ ის შესაძლებლობები, რომ თქვათ შვილის მხარდამჭერები იყვნენ, თუნდაც დაწყებით კლასებში და რეპეტიტორთან არ ადარონ. უბრალოდ რაღაც ერთი ტრენდული თუ მოდური გახდა რეპეტიტორებთან ტარება, იმიტომ რომ თუ ბავშვი თურმე პირველსავე კლასიდან არ ვატარეთ რეპეტიტორთან, ის ვერ ისწავლებს უცხო ენებს, ვერ ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებელში და ასე შემდეგ. და რატომ უნდა ვიფიქროთ ჩვენ
ჩვენ 6 წლის ბავშვის უმაღლესში ჩაბარებაზე და რატომ და განსაზღვროთ ჩვენ ბავშვის განათლების დონე პროფესიული იქნება თუ უმაღლესი. ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული, რაც მე პირადად როგორც განათლების სპეციალისტ, მასწავლებლის და გინდაც ექსპერტს მაწუხებს, ეს არის ზედმეტი აქცენტირება უმაღლეს განათლებაზე იმ პერიოდში, როდესაც ბავშვმა ზოგადი განათლება უნდა მიიღოს. არაფრით შეიძლება ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ რაღაც საგნები არის უპირატესი და რაღაც არის მეორეხარისხოვანი. ელუსასწავლო გეგმაში მოხსენებული ნებისმიერი საგანი დაწყებით კლასებში 11 და ზედასაფეხურზე 13 საგანი ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი განათლების მისაღებად. რაც შეეხება იმას, რომ უმაღლესში ვერ ჩააბარებს, მე თითქმის აღარავინ მინახავს. ბოლო რამდენიმე წელიწადია ისეთი აბიტურიენტი, რომელიც ჩაიჭრა. ანუ დაბალი ბარიერებია თუ როგორი ბარიერიც არ არის, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ხედავთ ჩვენ იმას, რომ დასწავლის უმწეობის შეგრძნებასაც უქმნით ხოლმე ბავშვებს, რომ აი თუ შენ გაკვეთილებზე გაკვეთილებს დაესწრები და შემდეგ რეპეტიტორთან არ წავალ, იცოდე რომ ვერაფერს ვერ ისწავლი. და ხედავთ ჩვენ რომ გვაქვს ძალიან კარგი მოცემულობა რეგიონებიდან, ბავშვები, რომლებიც ჩვეულებრივ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში სწავლობენ, არც რეპეტიტორებით გადაღლილან ისინი, არც განსაკუთრებული თანხები გადაუხდიათ მშობლებს და სასკოლო ცოდნითვე ახერხებენ იმას, რომ იღებენ უმაღლეს განათლებას. ეროვნულ გამოცდილებსაც აბარებენ და კარგი შედეგებიც აქვს. მოკლედ, ერთი სიტყვით, მშობელთა პედაგოგიზაციის პრობლემას ხედავთ ძირითადად იმაში, რომ რეპეტიტორებთან დავყოს ბავშვები პირველივე კლასიდან და მეორე კიდევ მშობელმა აუცილებლად უნდა დაიწყოს რომ იმაზე იყოს სისტემის მიმართ პრეტენზიული. როცა მშობელი ხარ, იხდი გადასახადებს, რომლიდანაც მერე შენი შვილის განათლება ფინანსდება. რატომ არ უნდა მოითხოვო სკოლისაგან მაღალი ხარისხი სწავლების კუთხით? სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ მშობლები არ გვეთანამშრომლებიან სკოლაში მასწავლებლებს და რა ხდება ამ შემთხვევაში? არის მაგალითად თუნდაც შემთხვევები, როდესაც 2 საათიანი საგანია და კვირაში 1 საათი გაუწდა. ხოთ კონკრეტულად ქიმიაში, ფიზიკაში ამ მნიშვნელობა აქვს და უკვე ეს არასისტემატური სწავლების შემთხვევაა და არასისტემურობა ვერასოდეს ვერ მოგვიტანს კარგ შედეგებს განათლებაში. ანუ ბავშვი თუ ინტენსიურად დაიარება სკოლაში და მას უტარდება გაკვეთილები, არანაირი რეპეტიტორი განსაკუთრებულად აღარ ჭირდება მას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული რემედიაციის პროგრამები, ანუ ეს დაწევის პროგრამები, როცა ბავშვს უწევს ჰოსპიტალიზაცია, აქვს რაღაც ტიპის სირთულე, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის, ემოციური გარდატეხის ასაკის შემთხვევაში და ასე შემდეგ. ამ დროს სკოლა ვალდებულია მხარდამჭერი პროგრამა ამუშავოს ამ ბავშვისათვის და ზოგადად სკოლა ვერასოდეს ასწავლის ბავშვს და ვერც უნივერსიტეტი ყველაფერს, რაც ადამიანს მთელი ცხოვრება დაჭირდება. და ბოლოს მინდა გკითხოთ ასევე ტენდენციაზე, რომელიც ბოლო წლებია საჯარო სკოლებში უკვე წესად იქცა. არდადეგების წინ მოსწავლეები რამდენიმე დღით ან ერთი კვირით ადრე თავადვე ითხოვენ სკოლიდან საკუთარ თავს და ფაქტობრივად აღარ ტარდება გაკვეთილები იმის გამო, რომ კლასში რამდენიმე ბავშვი ცხადდება. რასთან გვაქვს საქმე? ეს ტენდენცია არის ის, როდესაც მშობელი ვერ ხედავს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ მისი შვილი იყოს აქტიური მოსწავლე. ჩვენ არ ვითხოვთ მშობლებისაგან იმას, რომ თქვათ ვეფხისტყაოსნის ანალიზი დააწერინონ შვილებს, საერთოდ დავალებების შესრულება ძირითადად კლასში ხდება ყველა წარმატებულ ქვეყანაში, საშინაო დავალებების ხვედრითი წილი ყოველთვის ნაკლებია, იმიტომ რომ ზუსტად ამ შემთხვევაში არის მერე პლაგიატის შემთხვევები და სხვანი. როდესაც კლასში ბავშვი ასრულებს სამუშაოს და ამ შემთხვევაში მასწავლებელი მისი მხარდაჭერია და ბავშვი დაბრკოლებებს გადალახავს მასწავლებლის მხარდაჭერით, ამ შემთხვევაში მას უხარია კიდევაც ასეთი ტიპის დავალებებთან შეჭიდება, ამ აქტივობების მოგვარება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აი თქვათ ერთი კვირით აღარ მიდის ბავშვის სწავლა დასრულებული არ არის ოფიციალურად და ბავშვები აცხადებენ არდადეგებს. როგორ გამოაცხადეს ეს ყველაფერი მშობლებმა, როგორ მისცეს ამისი უფლება?
ბუნებრივია არ უნდა მისცენ ამისი უფლება. მასწავლებელი 29 ბავშვი რომ უზის კლასში ვერ წავა ვერავითარ შემთხვევაში ოჯახ და ვერ ჩამოიცნო მოდით სკოლაში ისწავლეთ და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული შვილის სისტემური განათლებით და უნდა იყოს რა თქმა უნდა არა ეპიზოდური სწავლა და ეპიზოდური სკოლაში სიარული, არამედ ინტენსიური და უნდა იყოს სისტემური. აი ამ შემთხვევაში მშობელი როდესაც ხვდება იმას რომ მისი შვილის სკოლაში მისვლა და პასუხისმგებლობების აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში სკოლას აღარ გაუჭირდება არც საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის ბავშვისათვის წოდეს მიწოდება და დამერწმუნეთ რომ ბევრად უფრო უკეთესი იქნება თაობათა შორის კონტაქტები, ეს არის თქვათ იგივე მშობლის, იგივე ბებიის და სხვა დანარჩენი უფროსი თაობის ადამიანების რომლებიც ოჯახში ხართ და ზოგადად მინდა ვთქვა რომ ემოციური ინტელექტის თვალსაზრისით უფრო მეტად გვიჭირს ჩვენ